ჰე, რა მიდიხარ? ჭკვიანმა შუა დღეზე მოინდომე წალკაზეთების ზაობა ნავიდან, კაიაკიდან. უნდა გავიკაიაკოთ. რადგანია სიცხეა? სიცხერა? ზე არის რა. კარგად აჭერს, მაგრამ წყალი გრილია, თევზი როგორც იცი აქტიურია. მე მგონი უნდა დავიჭიროთ რაცა. სასტუმროსთან შევედი. წყალი მაგრა აწეულა. სავსეა ფაქტიურად. გავალ ალბათ დამბისკენ. სამთარში ამ ადგილებში კარგად იდგა. ესეთი უცნაურობა აქვს, სხვათა შორის ლოკალურად გასხოვნე აქ ხორჩილა და სამთარში თითქმის აქ უიჭირებოდა სხვაგან ნაკლებად. ნახოთ, აბა. წყალი სავსეა. აქტიურად მაქსიმუმზეა, როგორც ვატყობ. სადღაც 5-6-7 მეტრაზე უნდა იდგეს თევზი რა, ესე არის ხოლმე აქ, რასაც ვაკვირდები. შუა დღე კი არის, თუმცა წყალი აქ გრილია, სიღრმეები აქ და არ მგონია თევზს პრობლემა ქონდეს. კაი დარტყმა იყო. ხოთ ვინ არის? ისეთი. კაველიანი ხორჩილა. კაველა. კარგი ძლიერი დარტყმით. ეთი. თევზის ზებნაში ვარ და ეს საყვარელს ვიყენებ. იყო რამდენიმე დარტყმა და აი, ხა ცოტა მიავი ამოქრულ და შემომატრიალამ გაიწვერა. კაი, ჯერახით მოძებნით, მე ისე ვიქით ავტრიალდით. მთელი ამბავი არ იპოვნა. თუ იპოვე, წესით ხა აქტიური უნდა იყოს. ზაფხულია. თუ იპოვე, უნდა იჭირო. თუმცა აი, დღის მონაკვეთსაც ალბათ აქვს მნიშვნელობა რა. შუა დღე რო არის შეიძლება იწუწუნოს. თუმცა რა საღამომდე აქ ვარ და რაც ხას ვიპოვე. იგივე ზომა. ბუტკუნაკია, არა პატარა. ეს არ გვინდა ჩვენი და მოსtildeები. ცოტა მოსtildeა. ასეთია. მოკლედ, ვეძებე. ცოტა ნიავიც არ მასვენებს. ნიავიც არ მასვენებს. უბრალოდ ნიავი ისეთი არაფერი, მაგრამ ხუზა არ მაქვს შესაბამისი და ცოტა მეჭირს. ხუზა არ მაქვს შესაბამისი და ვერ მაჩერებს კარგად. და გადავწყვიტე ესეთი მეთოდი, სტურუას მეთოდი ქვია ამას. დრეიფით დავდივართ, ხუზას აუშვებ, აი ჩარტმებია. ხუზას არ ჩადებ და ესე დრეიფით დადიხარ და ნიავს მიყავხარ, აი როგორც ახლა დავუშვათ, მიდიხარ და ჯიგაობ რა, ოღონდ კოჭას არ ახვევ რა. ზარმაცების ჯიგია. ცალხაში შეგიძლია ლუდი დაიჭირო. ლუდი, სადღაც მაგ. მაგრამ ჯერ არ მითხრა. ხო და
აი ესე ოურა დარტყმა იყო ბიჭო. ესე დიდ ტერიტორიას მოვიდი რა. და ადვილად უფრო მარტივად პოულობ თევზს. თუ დაიწყო ჩარტყმები, თუ დაიწყო დაჭერები, შეგვიძლია იმ ადგილზე უზა ჩაუშვა, ან ახვიდე ქარის საწინააღმდეგო და ისევ ჩამოიარო ეგ მონაკვეთი რა. ძალიან ეფექტურია ნავის შემთხვევაში. როცა უცნობი ადგილებია, როცა დაუშვა თევზი ვერ იპოვე შენ ესეთ რა ქვია. ძველ ადგილებში თევზი არ დგას და ძებნა გიწევს, ძალიან მარტივია ესე დრეიფი რა. თუ ნიავია რა თქმა უნდა. თუ ნიავია რა და შტილია, მაშინ გაგიჭირდება. ხო, ჩარტყმები არის და მე აჩერებ ან თავიდან გაივლი მაგ მონაკვეთს. სპეციფიკა ისაა, რომ ცოტათი მეტი ტვირთის დაყენება გიწევს. ახლა ეს ორინჩიანი ის არის ინგრის ფინი და 12 გრამიანი. ახლა ჩვეულებრივ გაჯიგვაზე ეს ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგია. აი ამ მონაკვეთში წინ 1-10 მეტრაში იყო კონტაქტები. ახლა თუ აქაც გაგრძელდა ხო თუ არა და ზემოთ ავალ და იქ დავდგები. აქ დგას. შენ ძმაკაცები არ შეაშინო სადღაც აი აქ დგას ნიავი ჩადგა ეს გაიწვია და უზაზე დავდგე ახლა ეს უკვე ცოტა მოსტილია დიმეტერა როგორ პუტკუნები არიან ბიჭო ძალიან ციცქნა. მეტია საღამოს ნიავი ჩადგება და ნორმალური ჯიქით დავიჭერ. ისეთ საინტერესოა რა თქმა უნდა, მაგრამ უჩვეულოა როცა გატარებას არ აკეთებ. ჩარტყმები ძალიან კარგია. ცოტა 1-20 მეტრ გავწდები და უზას გავუშვა. ადი. 21 გრამიან ჯოხს რას უშვება ბიჭო. კაცრა. აი ძვირა კაცრა. აი სადღაც 27-28 სანტიმეტრიანები კარგად იბრძვიან ძალიან. ინგრის ფინი. ჩიქთავი გადაყვა. გადაყვა ჩიქთავი რომ გაიწვერა. აი სადაკ. როგორც იქნა გავჩერდი. ცოტა ხანი რა ვიცი, ჭირჭირობით ესეა. ჩიქთავზე. მეწვალები.
ქვებია რა, აი ნაპირზე რაც ჩანს იგივე ლოდები ყრია აქ და ჩაბმები ჭარტყა. ჩაბმები სამწუხაროდ არის. აი ნიავი როცა არის ვერ აკონტროლებ როდის ეცემა. რა კაი დარტყმა მაიღო. კაი მეორე. კაი მეორე. 12 გრამიანზე გადავედი. ნუ ისეთი რა. რო გასიამოვნებს. გესპინი 5 გრამიან ჯიქთავზე. მის ნავის ქვეშ აიღო. თევზად გავართ ფაქტიურად. ცოტა უკან რო ვიყოთ უკეთესი იქნება. არა ვიშევს. აი ციხებს. ნუ აქ დგას ლოკალურად. შეკაიძე. ჩუმოთაიო. სუბუქია ეს 5 გრამი და დაგიდებული იღებს აირში. აირში რა შუა წყალში. რა კარგად დაატა. Чем кое დგას. Чем кое დგანანას გაიწვერე. გურა. კარგი. კარგი გურა, გაგიშვებ. პატარა ხარში შენი წაყვანა არ ღირს. ესეთი ზომის კოჩილა რა ვიცი, ძალიან იშვიათად რო წავა. კილო და ზემოთ. უკვე ღირს. ესეთები რავი, აზრი არა აქვს. დასაჭერად მაგარია, გასართობად კარგია. დაიჭირე გაუშვი. გაიზრდება კიდე დაიჭერ. სტანდარტებია და შიგადაში გამოირევა ოჩახი. ესენი ესენი არის 24-25 სანტიმეტრი. ოჩახია. მაგრამ ჩუგამბადი არ უნდა ამას. ეს არის 30-იანი ალბათ რა.
გაიწვირა. There. Кончик. Каргата. Чура каргата. Поротошена. დამოსდილია, მაგრამ როგორც ურტყავს ისეთი ის ზომა არ არის. აგრესიული ჩარტყმები აქვს. Карамელი 4 გრამზე. გატარება 4000. Pam-param. There. Better.
მაინც მიჩხვლიდა. ბოროტი ჩატონა ხონდა. გარბიზონდა ესეც. უთქუნა. მაგრა იკბინებიან. პიძე კი არა, სატყო არას კბენ. ვიღაცას არ ეგონოს მართლა. ხორჩილას იმდენ რამე საბრალებენ, ალბათ იკბინებაო მაგასაც მიაწერენ. Кайда томая попечо. Карбичас. Devamlı bir fiş ya, tamam. Uzaşı aş ediyor şu kayıt böyle. Çok uzasmıyordu. Uzasmıyordu şu kayıt böyle. Mensch, uzasmıyordu. Oh, kata olabilir. Nice, abi. 500 გრამია. კაი ზომა. გადაგიყლაპიაში, გაიწერა. ლაყუჩზე მოედო. ცოტა სისხლის დის, მაგრამ არა უშავს, მეგონი გადარჩება. Kaidzvera. ესეც მოსდილია. ამოსკენ ცოტა მოსდილები გააქტიურდნენ. თუ შემოვიდნენ. გაიზომა. დიმიტი. Ceti. Oh, what was the eye? Postilla. Ora putkuna. მოკეთ, ესე გადაიწვერა და ვფიქრობ, სანამ დამიღამ და წავიდე. ამ შვენიერ უთქუნა ცელქ ქორჩილაზე დღეს მოვრჩები.
45 დამიჭერია. რავი, ცოტაა, ბევრია. ისთვის როგორ? მე კი კმაყოფილი ვარ. შუადღის თევზაობისთვის. ხო, ნუ შუადღეზე ალბათ პასიური იყო, ან ვერ ვიპოვე და როცა ვიპოვე, მე ნიავმა ცოტა ხელი შემიშალა, ღუზის ამბავი მოსაგვარებელი მაქვს. თუმცა თევზი დგას, თევზი აქტიურად იღებს. სატყუარა ფაქტიურად არ შემიცვლია, ენგრისპინი, ეს კარამელის ფერში და ის კივის ფერში, მომწვანო ფერში, ძალიან კარგად მუშაობდა. 4 გრამზე, 5 გრამზე. ჯიქთავზე და ჩიბურაშკაზეც. ძალიან კარგი ბრძოლი თევზია, მაგარი ჩარტყმები აქვს, ესეთი ბოროტი, ძლიერი და კარგია რა, კარგი გაკაიაკება გამოვიდა. კაიაკით რამდენი ხანია მინდოდა გამოსვლა, ვერ მოვახერხე, ამინდები არ იყო. როგორც იქნა ცოტა დასტაბილურდა ამინდები. პრინციპში საფხული ეს პირველი თვე გავიდა უკვე და მექნება აუცილებლად თბილისის ზღვაზე, ფარგა მაინტერესებს, წერი მაინტერესებს, ბაზალეთი იქნება. მოკლედ კაიაკის ვიდეოები წესით უნდა იყოს კიდე და მოგიყვებით მე დაწვრილებით რა, როგორ მე თვითონ ეხლა ვეცნობი, მაგრამ ჩემ შთაბეჭდილებებს და ასე ვთქვათ პარამეტრებსაც ვისაც გაინტერესებთ. აღჭურვილობა 12 გრამიანი არიონი, 2500-იანი კომპლექსი, დიეზი 0,4 ძუა, წნული. მეორე ჯოხი 21 გრამიანი არიონი, მედო ფაქტიურად ბაკანში 1-2 ამოვიღე და თავის საქმის ის თავის ადგილას აკეთებს, მაგრამ ეს 12 გრამიანი ძალიან კაი ვარიანტი იყო ახლა. ამ ზომიერი თევზისთვის დასამალი პრინციპში აქ თევზს არა აქვს, ბალახში ვერ შეგიძლება და ფორსირება არ არის აუცილებელი. აი ესეთი პატარა გასეირნება, ნახევარდღიანი გასეირნება გამოვიდა. წალკის წყალსაცავზე, ულამაზესია წალკა, აქეთ ფერდობი, რავი, ჩიტების გალობა. კარგი ამინდი იყო, ნუ ცოტა ნიავი, მაგრამ არა უშავს. წყალი თბილია. მზე ის ზომიერად იკბინებოდა. მოკლედ ყველაფერი კარგი იყო. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე და მომავალ კაიაკებამდე. აბა დროებით.